როდესაც რონალდო უპატივცემულობაზე წუწუნებდა და პერეს 100 მილიონ ევროდ გაყიდვას თხოვდა, მან უპასუხა: "ჩვენ ეს ფული არ გვჭირდება. ისეთი თანხა მოიტანე, რომლითაც მესის ყიდვას შევძლებ." ეს არის მთელი ფლორენტინო. იგი რონალდოს იდიოტს და შეშლილს უწოდებს, კასილას სულელდექს, ხოლო რაულს აფერისტს. იგი უპრობლემოდ ასრულებს ბინძურ შეთანხმებებს. რომლის შედეგადაც ეს კაცი ბარსელონას ფერით თმებით, რომელიც რეალს ტროლავდა, უეცრად თვითონ გადადის მადრიდში. ზოგიერთს ეჩვენება, რომ ფლორენტინას მხოლოდ ფული და ძალაუფლება აინტერესებს და არა ფეხბურთი. ჭორების მიხედვით, ერთხელ იგი თავაზობდა ბექემს მარჯვენა მცველად ეთამაშა, ხოლო ზიდანს ცენტრალურად. უბრალოდ იმის გამო, რომ ახალი გალაქტიკოსთვის გაეთავისუფლებინა ადგილები. მაგრამ მოიცადეთ. სრულდება ალბათ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონის რეკონსტრუქცია, სანტიაგო ბერნაბეუსი, რომელიც პერესის პრეზიდენტობის გვირგვინი უნდა გახდეს. პრეზიდენტობა, რომლის დროსაც მან გადაასწრო სანტიაგო ბერნაბეუს ჩემპიონთა ლიგის რაოდენობით და საერთოდ მოიგო 10-ით განსხვავებული ტიტული. პრეზიდენტობა, რომლის დროსაც პერესმა შეძლო კლუბის ამოყვანა ვალებიდან, პანდემიის შედეგების გადატანა და კონკურენციის გაწევა ფულის მეშვეობით კლუბებთან. ყველაფრის მიუხედავად მან მადრიდის რეალი დატოვა მსოფლიოს მთავარ ბრენდად და კლუბად. მოკლედ, ვინ არის ეს კაცი? დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, რის გამო მოიფიქრა პერესმა გალაქტიკოსი, როგორი იყო რეალი პერესამდე, ვინ დაეხმარა გამდიდრებაში და რაში ჭირდება მას რაღაც სქემები. ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ დაიწყო ბრძოლა ფეხბურთთან და 4-ჯერ როგორ აჯობა, როდესაც იგი ყველაზე ადრე გრძნობდა რაღაც ტრენდებს. ეს არის სპორტლაინი და ფლორენტინო პერესი, ადამიანი, რომელსაც რამოდენიმეჯერ შეცვალა ფეხბურთი და დღემდე ამას აგრძელებს. პოლიტიკოსი, რომელიც გახდა პრეზიდენტი. პერესი მშენებელია და არა მარტო სანტიაგო ბერნაბეუს რეკონსტრუქციის გამო. ფლორენტინო ინჟინერიას სწავლობდა მადრიდის პოლიტექნიკუმში. კურირებდა ესპანეთში საგზაო პროექტს და სამინისტროშიც მუშაობდა. თუმცა ახალგაზრდა ინჟინერი არ იყო კმაყოფილი ასეთი კარიერით. მაშინ პერესმა გადაწყვიტა პოლიტიკით დაკავებულიყო და ინიშნება გენერალურ მდივნად ახალ პოლიტიკურ პარტიაში PRD. ამ თანამდებობაზე პერესი დიდხანს არ გჩერდება. 86 წელს არჩევნების შედეგად PRD დაიშალა. ამიტომ პერესმა კვლავ სფეროს შეცვლა გადაწყვიტა. მეგობრებთან ერთად იგი ყიდულობს გაკოტრებულ საინჟინრო ფირმას პარდოს. და ხდის არა მარტო მომგებიანად, არამედ ერთ-ერთ უმსხვილეს სამშენებლო კომპანიად მსოფლიოში, ACS. ესე იგი, 1995 წელს წარმატებით აღფრთოვანებული პერესი თავის კანდიდატურას აყენებს მადრიდის რეალის პრეზიდენტობაზე, რომელსაც იგი ბავშვობიდან გულშემატკივრობს. მას ეჩვენება, რომ ყველაფერი იდეალურად ჩაივლის, რადგან ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა კლუბის უზრამაზარი ვალების შესახებ. ვინ მოიგებს? სუპერვარსკვლავი ბიზნესიდან და წარმატებული მმართველი თუ კლუბის მოქმედი პრეზიდენტი რამონ მენდოსა, რომელმაც ეს ვალები დაუშვა. მაგრამ მიუხედავად ყველა პრობლემისა, არჩევნებში მენდოსა იგებს. პერესის პირველი მცდელობა დაემყარებინა კონტროლი რეალზე ჩავარდა. იგი ACS-ში ბრუნდება. 2000 წელს ფლორენტინო კვლავ პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს, თუმცა ამჯერად ყველაფერი განსხვავებულად იქნება. პერესი დგამს ერთ გაბედულ ნაბიჯს, რომელსაც მისთვის პოპულარობა მოაქვს და დიდების ოცნებას უსრულებს. ეს ნაბიჯი ხდება ფიგუს ტრანსფერი ბარსელონადან მადრიდში. ტრანსფერი, რომელმაც გალაქტიკო დაიწყო. პირველად ინფორმაცია ფიგუს ტრანსფერზე 2000 წლის 6 ივლისს გამოჩნდა. სიმბოლურია, რომ ამ დღეს ბლანკოსის მცველი მიჩელ სალგადო დაქორწინდა რეალის ახალი პრეზიდენტის ლორენსო სანსის შვილზე. ჯერ იგი რეალის ყველა სოსიას სკრებს. ეს ის ხალხია, ვისაც ხმის უფლება აქვს რეალში და ეკითხება მათ: თუ პრეზიდენტი გავხდები, პირველ რიგში ვისი ტრანსფერი გსურთ? დარბაზიდან ყვირიან: ფიგუ. იმ დროისთვის ის არა მარტო ბარსელონას კაპიტანი და კლუბის ლიდერი, არამედ რეალის ყოფილი კაპიტნის მანოლო სანჩესის სიტყვებით უფრო ცუდი ოპონენტი იყო ვიდრე მარადონა. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ლაპორტამ ფედერიკო ვალვერდეს წაყვანა გადაწყვიტოს, მაგრამ მაშინ ფლორენტინომ წყნარად უპასუხა: კარგი, თუ პრეზიდენტი გავხდები, ფიგუს ვიყიდი და თუ არა, ყველა 93,000 სოსიას საწევრო გადასახადს გადავუხდი შემდეგ წელს. კარგი, გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ როგორ შეიძლება ბარსელონას ლეგენდის გადმობირება მტრის ბანაკში? რა თქმა უნდა, ფულის მეშვეობით. ჯერ პერესი გადის პაოლო ფუტრეზე, ფიგუს ყოფილ თანაგუნდელთან ნაკრებში და თავაზობს მას შუამავლობას უმარტივეს და როგორც აღმოჩნდა გენიალურ შეთანხმებაში. თუ პერესი იგებს არჩევნებს და ფიგუ არ გადადის რეალში, მაშინ ლუიში იხდის ჯარიმას 22 მილიონი ფუნტ სტერლინგის ოდენობით. თუ ფლორენტინო აგებს, მაშინ ფიგუ თავისთვის იტოვებს დაახლოებით 1,7 მილიონ ფუნტს. შემდეგ თავისი განზრახვების დასამტკიცებლად პერესში აქვს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ანგარიშზე 44 მილიონი ფუნტ სტერლინგი. ეს იყო ფიგუს გამოსასყიდი თანხა. შეთანხმება დადებულია. ახლა კი გავარკვიოთ საერთოდ რატომ მიიღო ამაში მონაწილეობა ფიგუმ. პორტუგალიას ძალიან სურდა კატალონიელებთან კონტრაქტის გახანგრძლივება, მაგრამ იმავე წელს მიმდინარე ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნების გამო არც ერთ კანდიდატს არ გააჩნდა რეალური ძალაუფლება. არავის არ შეეძლო კონკრეტიკის მიცემა და რაც მთავარია ახალი კონტრაქტის. პერესის შეთავაზება ყველას ესმოდა, მაგრამ არავინ, მათ შორის ფიგუ მას სერიოზულად არ განიხილავდა, როგორც პერესის მოგებას არჩევნებზე.
რეალის მოქმედი პრეზიდენტიც კი ლორენსო სანსი ამბობდა, რომ პერესი ყოფილ სუპერმოდელს კლაუდიო შიფერს უფრო გაიფორმებდა ვიდრე ფიგურს. ამიტომ პორტუგალიელი დათანხმდა როგორც მაშინ ჩანდა მარტივ 1.7 მილიონ ფუნტს. მაგრამ ამ ხალხს ერთი არ ესმოდათ. ფანებს და რეალის სოსიეს მაშინვე დაავიწყლათ კლუბის ყველა წარმატება, როდესაც პერესის დაპირება გაიგონეს. ისინი ნამდვილ ექსტაზში ჩავარდნენ იმაზე ფიქრით, რომ ერთი შეთანხმებით შეერწყნენ ბარსელონას. ამიტომ ათასობით ხმა მისცეს პერესს. შედეგად მან მოიგო არჩევნები და მაშინვე შეასრულა დაპირება. მიიყვანა ბარსელონას თბილისმა მადრიდში. ფლორენტინომ ჯერ მხოლოდ პირველი სვლა გააკეთა და უკვე შეაყვარა თავი ფანებს, გაუსწორდა კონკურენტებს და მართლა გაანადგურა ბარსელონა ერთი ჩეკით. რატომ? რადგან ამ ტრანსფერისგან შოკში იყო არა მარტო ფიგუს მეგობარი გვარდიოლა, რომელიც მისი შვილის ნათლია, არამედ მთელი კლუბი, რომელსაც პორტუგალიელის წასვლის შემდეგ თავისუფალი ვარდნა დაეწყო. თავად შეხედეთ, ამ ტრანსფერიდან მიღებული თანხა წავიდა ახალ ვარსკვლავურ შენაძენებზე. მაგრამ ვერც ოვერმარსმა, ვერც ემანუელ პეტიმ ვერ ჩაანაცვლეს ფიგუ. როგორც ფანები, ასევე ხელმძღვანელობა უფრო შურისძიებით იყვნენ დაკავებული ვიდრე პრობლემების მოგვარებით. ზოგიერთ მათგანს 1953 წლის ისტორია ახსოვდათ, როდესაც მადრიდელებმა კატალონიელებს დი სტეფანო მოპარეს. ამიტომ შოკირებულმა ბარსამ შემდეგი 3 წლის განმავლობაში ვერც ერთი მნიშვნელოვანი ტიტულის აღება ვერ შეძლო. მაგრამ არც რეალთან იყო ყველაფერი იდეალურად. როდესაც ფლორენტინო კლუბს სათავეს ჩაუდგა, მან მემკვიდრეობით მიიღო 400 მილიონიანი ვალი. მოდით გავარკვიოთ, როგორ გამოვიდა ეს. და საერთოდ, როგორი იყო მადრიდი პერესამდე. არ მოგიყვებით ბლანკოსის ყველა პრეზიდენტზე, მაგალითად პედროსაზე ან ბერნაბეუზე. გავჩერდეთ პერესის მხოლოდ 2 წინამორბედზე, რომელზეც უკვე ვისაუბრე ამ ვიდეოში. ესენია მენდოსა და სანსი. ესე იგი, ძალიან მოკლედ. მენდოსა კლუბის პრეზიდენტი იყო 85-დან 95 წლამდე. მასთან ერთად რეალმა რეკორდული 5 ესპანეთის ტიტული აიღო მიყოლებით და იმ დროის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად ითვლებოდა. მაგრამ სამწუხაროდ ბლანკოსმა იმ პერიოდში ვერც ერთი ლიგის მოგება ვერ შეძლო. ჯერ კიდევ ფლორენტინომდე მენდოსამ დაიწყო ვარსკვლავებთან ნაგლი მოლაპარაკებების წარმოება. პირველი ითხოვდა დიდ ფულს ტევე უფლებებისთვის. შეასრულა იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ტრანსფერი, უგო სანჩესი ატლეტიკონ და რეალში და სწორედ მან მოუგო 95 წელს არჩევნები პერესს, რაზეც ვიდეოს დასაწყისში ვისაუბრე. მაგრამ იმავე წელს უარი თქვა პოსტზე ვალების გამო და მართვის სადავეები მის მარჯვენა ხელს და კლუბის ვიცე-პრეზიდენტს ლორენცო სანსს გადასცა, რომელიც რეალის თავკაცი გახდა მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ფინანსურ პრობლემებს დაემატა საიმიჯო პრობლემები, რადგან ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ნაღრევები ძალიან ცოტა ვარსკვლავს ყიდულობდნენ და ამას ძირითადად იღბალზე აკეთებდნენ და ნაკლებად გავდნენ სუპერკლუბს. მდგომარეობის გამოსასწორებლად ლორენცომ, რომელიც მაშინ წარმატებული ბიზნესმენი და მომლაპარაკებელი იყო, დაიწყო პირველი გალაქტიკოს შეგროვება, თანაც ნახევრად თავისი ფულით. მიატოვიჩი, შუკერი, ზეედორფი, კარლოსი, პანჩუ და ბოდო ილგნერი. ამ ახალწლეულებმა იეროსთან, რედონდოსთან და რაულთან ერთად შექმნეს ძლიერი გუნდი და სანსის პირველივე სეზონში დააბრუნეს პრიმერას ოქრომ. შემდეგ ორჯერ 3 წლის განმავლობაში მოიგეს ჩემპიონთა ლიგა, აიღეს ესპანეთის სუპერთასი და კონტინენტთაშორისი თასი. მაგრამ თუ შედეგები კარგი იყო, ფულის პრობლემები სანსის დროს კიდევ უფრო გაუარესდა. პირადი გადახდების მიუხედავად, კლუბს მაინც არ ყოფნიდა სახსრები. ბლანკოსი კრედიტებს იღებდა ახალი ვარსკვლავებისთვის, მაგრამ იდეა არ მუშაობდა. იწერებოდა, რომ 97 წლიდან კლუბის ვალები ორჯერ გაიზარდა. ამიტომ რეალი გაკოტრების პირას იყო. ამას დაამატეთ მუდმივი დაპირისპირება კლუბის შიგნით. ხშირად არალოგიკური მწვრთნელების დათხოვნა. მაგალითად, კაპელოს გაშვება ჩემპიონობის შემდეგ 96-97 წლების სეზონში და ჰაინკისის გაშვება ლიგის მოგების შემდეგ 98 წელს. ამ ყველაფერმა და პერესის დაპირებამ გამოიწვია ის, რომ 2000 წლის ზაფხულში სანსმა წააგო არჩევნები პერესთან, რომელმაც მაშინვე დაიწყო სიტუაციის გამოსწორება. ეს პერესმა საკმაოდ არაერთგვაროვნად გააკეთა. მან გადაწყვიტა რეალის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გაყიდვა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობდა. საქალაქო საბჭოს და არც თუ ისე სუფთა ოპერაციების წყაროებით კლუბმა მოიშორა მიწა. მიიღო მის სანაცვლოდ 500 მილიონი ევრო და თან პერესმა საკმაოდ კარგი ფულიც იშოვა, რადგან ყოფილი სავარჯიშო მოედნის ადგილას უნდა აშენებულიყო ახალი ფინანსური რაიონი და კონტრაქტების უმეტესობა ფლორენტინოს კომპანიამ ACS-მა მიიღო. თითქოს ყველაფერი ლოგიკურია. თავისი ბიზნესის წყალობით იგი დაეხმარა კლუბს ვალებიდან ამოსვლაში. მან კი ფული იშოვა. ყველა მოგებაშია. რატომ არის ეს არაერთგვაროვანი? იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია ქალაქის იერსახის ცვლილება, რითაც გაიზარდა უთანასწორობა მდიდარ ჩრდილოეთსა და მუშათა სამხრეთს შორის. ასევე გამოიწვია უზარმაზარი ტერიტორიის დაგეგმარების ცვლილება. მადრიდის სხვადასხვა ადმინისტრაციები 10 წლეულობით ეწინააღმდეგებოდნენ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ფლორენტინოს ეს არ აინტერესებდა. პერესის კიდევ ერთი გამარჯვება მისი მმართველობის დასაწყისში, მაგრამ ამჯერად ეს არა გენიალური, არამედ ჩახლართულია. ამიტომ დრო ვისაუბროთ ბნელ საქმეებზე და პერესის ბნელ მხარეზე. პერესი და მისი საქმეები. პერესის იდეოლოგია 3 სიტყვით შეგვიძლია გადმოვცეთ: ბიზნესი, ფული და ძალაუფლება. ამიტომ მისი სქემები ბიზნესით დავიწყოთ. სამშენებლო გიგანტი ACS
რომელზეც ვიდეოს დასაწყისში ვისაუბრე, შეიქმნა პერესის მიერ სახელმწიფო კონტრაქტების და ორი მდიდარი ოჯახის, ალბერტესების და მარჩების დახმარებით, რომლებიც დაახლოებულნი იყვნენ ფრანკოს დიქტატურასთან, რომელიც თავის მხრივ ნაცისტებთან თანამშრომლობდა. უკვე ცოტა ბნელია, გავაგრძელოთ. ქვეყნის უდიდესი სადანაზოგო კასა, კაჰა მადრიდი, ასევე სახელმწიფოს კონტროლით არამედ ეხმარებოდა ACS თავისი აქციების მილიონობით შესყიდვაში, არამედ რეალის ტრანსფერებსაც აფინანსებდა, მაგალითად 76 მილიონიანი კრედიტი კრიშტიანოს საყიდლად. და ეს ყველაფერი 2009 წლის ფინანსური კრიზისის დროს, როდესაც კომპანიის უმეტესობისთვის კრედიტები უბრალოდ ხელმიუწვდომელი იყო. მეორე პუნქტი, ძალაუფლება. თუ შეხვედრების დროს შევხედავთ რეალის ვიპ ლოჟას, იქ აუცილებლად დავინახავთ ცნობილ ბანკირებს, პოლიტიკოსებს და ბიზნესმენებს. პერესმა ეს ადგილი გავლენის ახალ ცენტრად გადააქცია, სადაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი შეთანხმება იდება. საყოველთაოდ აღიარებულ ხალხთან ერთად, მაგალითად როგორიცაა ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იქ შეიძლება საკმაოდ საეჭვო პიროვნებების დანახვაც. მაგალითად ესპანურ-ჩინური მაფიის მსხვილი მოთამაშე გაო პინი. დავანებოთ თავი ლოჟას. პერესის ურთიერთობა მედიასთან მისი წარმატების კიდევ ერთი საიდუმლოა. იგი მუდმივად პატიჟებს ჟურნალისტებს ვიპ ადგილებზე, უარს არ ეუბნება საუბარზე და ხშირად ინსაიდებსაც კი აძლევს, მაგრამ ამას საჭირო ხალხს და საჭირო დოზით აძლევს. ჟურნალისტები თავის მხრივ წერენ სასიამოვნო სტატიებს, ატარებენ ფლორენტინოსთვის საჭირო აზრს და ზოგჯერ მიწასთან ასწორებენ პრეზიდენტისთვის არასასურველ ფეხბურთელებს, როგორც მაგალითად რამოსი, როდესაც იგი უარს ამბობდა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. და დესერტად ვისაუბროთ ძალაუფლებაზე. არჩევნების პროცედურაც კი პერესმა სათავისოდ გადააკეთა. ახლა პრეზიდენტობის კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა კლუბის წევრობა 20 წლის განმავლობაში, ესპანეთის მოქალაქეობა და საბანკო გარანტია კლუბის ბიუჯეტის 15%-ის ოდენობით. ახლა ეს თანხა დაახლოებით 120 მილიონი ევროა. დე იურე დემოკრატია და გამჭვირვალე პირობები. დე ფაქტო კი ლამის მხოლოდ პერეს შეუძლია პრეზიდენტობაზე კენჭისყრა. და ბოლოს, სამივე პუნქტი, რომელიც აერთიანებს ბიზნესსაც, ფულსაც და ძალაუფლებასაც. რეალი ეს არის ესპანური ბრენდი, რომელიც ქვეყნის მთავრობაზე მაღლა დგას. განაცხადა პერესმა ინტერვიუში და რაღაც მხრივ ეს მართლა ასეა. კლუბის დახმარებით იგი ზრდის თავის გავლენას და ძალაუფლებას, ხოლო ბიზნესის და ფულის დახმარებით იგი ზრდის რეალს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი არის რეალის ტრანსფერები. გამოძიებით ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ კლუბის დიდი საერთაშორისო ტრანსფერები კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი, მექსიკელი ჩიჩარიტო და კოსტარიკელი ნავასი დაემთხვა ACS-ის მიერ მიღებულ უზარმაზარ სამშენებლო კონტრაქტებს ამ ქვეყნის მთავრობებისგან. თუმცა, როგორი ბნელი საქმეებიც არ უნდა აწარმოოს და როგორი ბიზნესმენიც არ უნდა იყოს, ვერავინ უარყოფს, რომ ფლორენტინო არის გენიალური საფეხბურთო ფუნქციონერი. პირველი ტრენდი და პირველი ვადა. შეგახსენებთ, რომ როდესაც პერესმა კლუბი ჩაიბარა, კლუბი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ლიგაზე მოგების მიუხედავად, რეალს ვერ მოქონდა ფული და არ ქონდა საყოველთაო აღიარება, რომელიც ახლა აქვს. იმაზე საუბარიც კი ზედმეტია, რომ კლუბი ვერ ავსებდა მოედანს, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და რემონტი ჭირდებოდა. და ასეთ რთულ სიტუაციაში, როდესაც თითქოს საჭიროა ფეხბურთელების გაყიდვა და ეკონომია, ფლორენტინო პირველად მიდის სისტემის წინააღმდეგ, რადგან იგი გრძნობს, რომ ხალხს ჭირდება სანახაობა და ვარსკვლავები, ამიტომ იგი ქმნის გალაქტიკოსს. ფიგუსთან ერთად მადრიდში მოდიან ზიდანი, ოუენი, კიჭა რონალდო და ბექემი. ინგლისელი საერთოდ რონალდინიოს ნაცვლად აიყვანეს, რომელიც პერესის ადმინისტრაციამ ჭორების მიხედვით ძალიან მახინჯად ჩათვალა. აქ კი უდაოდ ძალიან შეცდნენ. ამ ტრანსფერით ნათელი გახდა, რომ ფლორენტინოს კომერციალიზაცია უფრო აინტერესებდა ვიდრე ფეხბურთი, რადგან ბექემი მოიყვანეს პრაიმში მყოფი ფიგუს პოზიციაზე. რა მიზნებია? ყველაზე ვარსკვლავური ფეხბურთელების ყიდვა, მათ ირგვლივ აჟიოტაჟის შექმნა და სხვადასხვა მერჩის და ტევ უფლებების გაყიდვის დაწყება და ასევე მომგებიანი სარეკლამო კონტრაქტების დადება. ყველა ახალი ტრანსფერით უკეთესდებოდა კლუბის იმიჯი, ხოლო რეალის სახელი ცდებოდა ესპანეთის ფარგლებს. რეალის პრესეზონის შეხვედრები ტარდებოდა აზიაში. ფეხბურთელები სულ უფრო ხშირად ჩნდებოდნენ ტელევიზორში და რამოდენიმე ფილმშიც კი მიიღეს მონაწილეობა. კიდევ ერთი ახალი იდეა იყო ფეხბურთელის საიმიჯო უფლებების მითვისება, რადგან ამით უფრო მეტი ფული ეშოვათ. მაგალითად, როდესაც ფიგუ გადმოდიოდა 2000 წელს, იგი დათანხმდა თავისი შემოსავლის ნახევრის გაცემას მოედნის ფარგლებს გარეთ კარგი კონტრაქტის სანაცვლოდ კლუბთან. ამიტომ ფიგუს გაყიდული ყველა მაისური ან რეკლამის 50% რეალს ხვდებოდა. მაგრამ პარადოქსია, რომ რეალის საფეხბურთო შედეგები მინიმალური იყო, მხოლოდ ერთი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე და რამოდენიმე ჩემპიონის ტიტული. პლუს უზარმაზარი დისბალანსი გუნდში, კონფლიქტები დიდი ეგოს გამო და საშუალო ფეხბურთელების მიმართ პატივისცემის არარსებობა ხელმძღვანელობის მხრიდან. პერეს არ აინტერესებდა ნაკლებად ვარსკვლავური მაკელელე, მიუხედავად იმისა, რომ იგი ქმნიდა გუნდის თამაშს. მოკლედ, ამ ყველაფერს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა პერესისთვის, რადგან მან მიაღწია მთავარს, რეალი გახდა ფულის გამოსამუშავებელი მანქანა. ანგარიშის მიხედვით, მადრიდმა პირველი ადგილი დაიკავა 2004-2005 წლების სეზონში და სრულიად შეცვალა შემოსავლის სტრუქტურა.
თუ 2001 წელს შემოსავლის დიდი ნაწილი შეადგენდა TV უფლებების კონტრაქტები, 2006 წელს ძირითადი შემოსავალი კომერცია გახდა. თუმცა, ასეთ ნოვატორობას უარყოფითი შედეგებიც ჰქონდა. 3 სეზონის განმავლობაში რეალმა ვერც ერთი მნიშვნელოვანი ტიტული ვერ მოიგო. დაძაბულობა იზრდებოდა როგორც მმართველებს შორის, ასევე ფეხბურთელებს შორისაც. უკმაყოფილო იყვნენ გულშემატკივრები, ფეხბურთელებმა წასვლა დაიწყეს, გალაქტიკა ინგრეოდა. ამ ყველაფერმა 2006 წელს პერესის წასვლა გამოიწვია, მაგრამ იგი დიდი ხნით არ წასულა. იგი მალევე დაბრუნდა ახალი იდეებით და შეცდომების აღიარებით. დაბრუნდა, რათა კვლავ წარმატებისთვის მიაღწია. პერესის გარეშე და ტრიუმფალური დაბრუნება. ჯერ ტიტულების პრობლემის მოსაგვარებლად მოვიდა ახალი პრეზიდენტი, რამონ კალდერონი. მისი ხელმძღვანელობით რეალმა მოიგო 3 დიდი ტიტული, სულ რაღაც 2 წელიწადში. ლა ლიგის 2 ოქრო და ესპანეთის სუპერთასი. შეგახსენებთ, რომ მის დანიშვნამდე კლუბი 3 წელი თასების გარეშე იყო. ასევე რამონმა შეკრა საკმაოდ კარგი მენეჯერების გუნდი, მიატოვიჩი სპორტული დირექტორი და კაპელო მწვრთნელი. მან იყიდა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ ვან ნისტელროი, კანავარო, დიარა, იგუაინი და მარსელო. კალდერონის ეპოქაში კლუბმა მნიშვნელოვნად გაზარდა ფინანსური ბრუნვა და სატელევიზიო უფლებების შემოსავლები გააორმაგა. საერთო ჯამში ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ყველაფერი ისევ სკანდალით დასრულდა. 2009 წელს კალდერონი გადადგა. მთავარ მიზეზად სახელდებოდა მისი მონაწილეობა რეალის არჩევნების ფალსიფიცირებაში. იგი შეცვალა ვინსენტე ბალუდამ, რომელიც ამ პოსტს სულ რაღაც 125 დღე იკავებდა, ზაფხულამდე, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდებოდა. ნუ როგორ, ეშმაკმა პერესმა გამოიყენა სიტუაცია და სხვა კანდიდატების არარსებობის გამო 2009 წლის 1 ივლისს კვლავ რეალის პრეზიდენტი გახდა. მან არ თქვა უარი ძველ პოლიტიკაზე და უკვე პირველ 2 თვეში გაიფორმა რამოდენიმე ხმამაღალი ტრანსფერი. იყიდა კაკა მილანიდან, რონალდო მანჩესტერიდან და ბენზემა ლიონიდან. ამავდროულად პერესმა გაითვალისწინა ძველი შეცდომები და შეცვლა დაიწყო. შემტევი ვარსკვლავების გარდა მან იყიდა ალონსო, არბელუა და ალბიოლი. არც თუ ისე სახელოვანი, მაგრამ ბალანსის მხრივ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები. პერესი ყოველ წელს სერიოზულ შესყიდვებს ახდენდა, რადგან ბევრად ადრე გაიგო, რომ ფეხბურთი იცვლებოდა და მას სწორედ ფული ცვლიდა. და როდესაც სატრანსფერო ბაზარი იმ ხელაზე გაიზარდა, რომ რეალს უკვე უჭირდა ფულის მეშოკებთან კონკურირება, კლუბმა სატრანსფერო პოლიტიკა შეცვალა. მან დაიწყო ახალგაზრდა ტალანტების ძებნა, რათა ტოპ-დონემდე გაეზარდა ან მომგებიანად გაეყიდა. გამოდის, რომ პერესმა არა მარტო გამოასწორა მისი შეცდომები, არამედ ერთ-ერთმა პირველმა დაიჭირა ახალი ტრენდი. რაციონალური ყიდვა და მათი ძებნა, ვინც კლუბის ხერხემალი გახდება მრავალი წლის განმავლობაში. გატეხა ფეხბურთი. ისევ ასეთი დაფიქრებული ტრანსფერის შედეგებია შეტევის ტოპ ტრიო, BBC, ნახევარ-დაცვის ტოპ ტრიო, მოდრიჩი, კაზემირო, კროსი და დაცვა, რამოსი, ვარანი, მარსელო და კარვახალი. მათ ერთად უამრავი ტიტული მოიგეს და აჩვენებდნენ სტაბილურად მაღალ დონეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. და სანამ ლიდერები ნელ-ნელა ბერდებოდნენ, ეშმაკმა ფლორენტინომ კიდევ ახალ ტრენდს მიაგნო. რატომ უნდა იყიდო მზა ფეხბურთელები უკვე ჩამოყალიბებულ ასაკში და ათამაშო 3 სეზონი ერთად, როცა შეიძლება ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელების ყიდვა 8-10 წლით ადრე. წარმოგიდგენთ ჩუამენის, კამავინგას, ბელინგემს, როდრიგოს, ვინისიუს და ენდრიკ. პლუს თუ ამ პროცესს დროულად დაიწყებთ, ვეტერანები ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიხედავენ და მათ ასწავლიან. ალბათ ყველას ხსმენია ჯუდის ისტორია, რომელსაც ტონი და მოდრიჩი ასწავდნენ რეალში მისთვის დღიდან. თუმცა სწორედ აქ არის ძალიან პატარა საზღვარი და კიდევ ახალი ტრენდი, ვარსკვლავური ფეხბურთელების დროულად გაყიდვა. მივიღეთ კარგი შემოთავაზება რონალდოზე. გაყიდულია. კაზემირო ვარანი მოგესალმებით მანჩესტერში. უზარმაზარი ხელფასი ასაკოვან რამოს ნახვამდის. ბენზემა საუდის არაბეთში? რა თქმა უნდა. ჯერ ყველა ფიქრობდა, რომ მოხუცი ჩქარობდა, მაგრამ ეხლა ვხედავთ, რომ ფეხბურთელებმა თავისი პიკი გადაიარეს და ახალ კლუბში შედარებით ცუდად თამაშობენ. მოკლედ, რეალი ძალიან ეტაპობრივად იშორებს თავის ვარსკვლავებს და ამას შოკის გარეშე აკეთებს. და ბოლოს, ყველაზე საინტერესო და პერესისთვის შეუფერებელი ტრენდი. მან ისწავლა ფეხბურთელებში საჭიროზე მეტის არ გადახდა. სანამ ბარსელონა სატრანსფერო რეკორდებს ხსნიდა და ვარდებოდა გრიზმანთან, კოუტინიოსთან და დემბელესთან, ფლორენტინო არ აძლევდა ფულს მბაპეს და საჯაროდ ამბობდა, რომ ამ დამოკიდებულებით რეალში ფრანგის ადგილი არ იყო და მერე უფასოდ იფორმებს ფრანგს თითქმის თავის პირობებზე. ალბათ დამეთანხმებით, რომ რეალის ბოლო ტრანსფერები ძალიან ზუსტია და რაც თავარია ადეკვატურია. მოკლედ, კლუბში ყველაფერი იდეალურად არის შემადგენლობასთან, ფულთან და თასებთან მიმართებაში. ახლა კი გართობის და ახალი სტადიონის სროლა. ეს კი ფლორენტინოს მეოთხე ტრენდია. რაში ჭირდება ახალი სტადიონი? შეხედეთ ამ შედევრს. განახლებული სანტიაგო ბერნაბეუ, რომლის რეკონსტრუქციაზეც დაახლოებით მილიარდი ევრო დაიხარჯა. იგი დაფარულია რკინის პანელებით, 360 გრადუსიანი ეკრანით, მოძრავი სახურავით და მოედნის შენახვის ინოვაციური სისტემით. ახლა ბალახის შენახვა შესაძლებელია მოედნის ქვეშ მოძრავი პანელების მეშვეობით. პლატფორმების გარდა იქ არის ვენტილაცია, კლიმატ კონტროლი, ზრდის სისტემა და ულტრაიისფერი დასხივება, ნამდვილი სათბური მოედნის ქვეშ.
გასაოცარი არის არა ეს ინჟინერული გადაწყვეტილებები, არამედ ის თუ რამდენის გამომუშავებას აპირებს პერესი თავისი შემოქმედებისგან. ამ ყველაფერმა ფლორენტინოს წელიწადში 100 მილიონი ევრო უნდა მოუტანოს. პირველი მათგანი მოსასვენებელი და გასართობი ზონა, მაღაზიებით, ფუდკორტებით და ატრაქციონებით. მოკლედ, ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს სტადიონი ძალიან ბევრ გასართობს შემოგთავაზებს და მადრიდის მთავარი ღირსშესანიშნაობა გახდება. შემოსავლის მეორე წყარო ბილეთები. ბერნაბეუ არის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სტადიონი და კლუბის კასაში 145 მილიონი შემოაქვს წელიწადში. თუმცა ყველა არენას ტევადობის საზღვარი გააჩნია და მიუხედავად იმისა, რომ მადრიდმა 3000 ადგილი დაამატა, კლუბს დაჭირდება 100 წელი, რომ რეკონსტრუქციის ხარჯები ამოიღოს მხოლოდ ახალი ადგილების ხარჯზე. პერესმა ეს ნახა და არ მოეწონა, რადგან მას აქვს პირველი კლასის უძრავი ქონება პრაქტიკულად ევროპის ცენტრში, ზე კომფორტული სატრანსპორტო სისტემით და იგი მხოლოდ 90 წუთს მუშაობს ორ კვირაში ერთხელ. ტურისტები არ ითვლება. ფლორენტინომ ეს ყველაფერი გაითვალისწინა და რემონტის შემდეგ რეალი არა მარტო საფეხბურთო შეხვედრებს, არამედ ოლ-სტარის შეხვედრებს და ჩოგბურთის შეხვედრებსაც უმასპინძლებს. თუმცა რატომ უნდა შეიზღუდო თავი მხოლოდ სპორტით, როცა გართობის სფერო ამხელა? იგივე მოძრავი სახურავის დახმარებით ბერნაბეუ შეიძლება უზარმაზარ საკონცერტო დარბაზად გადაკეთდეს. ფლორენტინოს სურს შემოსავლები გააორმაგოს და უკვე 4 წელიწადში ამოიღოს ჩადებული ფული. ამის მაგალითს მას ტოტენჰემის ახალი სტადიონი აძლევს. ლონდონელებმა ასევე მილიარდი დახარჯეს რეკონსტრუქციაზე და ასევე დაამატეს მოძრავი სახურავი. ტოტენჰემი უკვე გახდა NFL-ის სახლი დიდ ბრიტანეთში და 12 მილიონ ევროზე მეტ შოულობს მარტო ამერიკულ ფეხბურთზე. დიდი მუსიკოსების უმეტესობა, მათ შორის ბიონსე და ლედი გაგა, გამოდიან მათ სტადიონზე, ხოლო კომპანია Google აწარმოებდა მოლაპარაკებებს სტადიონის სახელისუფლებებზე. ტოტენჰემის ფინანსური აღრიცხვის მიხედვით, ახალი არენა კლუბს 3-ჯერ მეტ მოგებას მოუტანს, ვიდრე ძველი. ამიტომ რეალის მოგების გაორმაგება არასო ისე არარეალურია. ახალი ბერნაბეუ მრავალწლიანი ფუნდამენტია, რადგან ფეხბურთი დღეისათვის არა მარტო თამაში, არამედ გართობა, ჭამა და კომფორტი არის. 2023 წლის აგვისტოში დაიდო სიახლე, რომ რეალის სავარჯიშო ბაზას გადაერქმევა სახელი პერესის საპატივცემულოდ, რასაც ჩემი აზრით ეს კაცი სრულიად იმსახურებს. პერესის მიმართ დამოკიდებულება განსხვავებული შეიძლება იყოს. მან საკუთარი თავი თავად შექმნა, თუმცა არაერთ სკანდალში გაეხო. შექმნა სპორტულად წამგებიანი galactico, თუმცა კლუბი ვალებიდან ამოიყვანა. კორუფციულ სკანდალში იყო გახვეული და დასცინოდა რეალის ლეგენდებს, მაგრამ ააშენა მსოფლიოს საუკეთესო სტადიონი თავისი კლუბისთვის. არაერთი ტრენდი იპოვა და გამოიყენა. მოკლედ, როგორც ყველა დიდებულ პერსონაჟი, პერესი ძალიან არაერთგვაროვანია, მაგრამ ერთის უარყოფა შეუძლებელია. მან ფეხბურთში ისეთ მწვერვალს მიაღწია, სადაც ერთეულები მისულან და წლებია ამ მწვერვალს არ თმობს. იგი გენიოსია, რომელმაც ჩვენი საყვარელი თამაში სამუდამოდ შეცვალა და თან ეს რამოდენიმეჯერ გააკეთა. დღეისათვის სულ ეს იყო. კომენტარებში დამიწერეთ თქვენთვის ვინ არის პერესი. ასევე არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ. შეხვედრამდე.